საჯარო მოხელეების მხარდაჭერა ამ სახელწოდებით პარტია კოალიცია ცვლილებისთვის ხედვის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას ესწრებიან საჯარო მოსამსახურეები, არასამთავრობო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლები და კოალიციის ლიდერები. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი სამსახურებიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მხარდაჭერაა. ჩემი გაშვებით და ზოგადად პედაგოგების სკოლიდან გაშვებით, არა მხოლოდ მასწავლებელს ართმევენ სამსახურს, არამედ ბავშვებს უკარგავენ უნარს, ჯეროდეს და მაგალითი აიღონ მამაცი და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებისაგან. მაგრამ ჩემთვის უფრო მტკივნეულია იმის გააზრება, რომ მე ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ვსუნთქავ, ვარსებობ და არანაირი მომავლის პერსპექტივას ვერ ვხედავ საკუთარი განვითარების, ვერც საკუთარი შვილების მომავალს ვხედავ და ვერც მოხუცი მშობლების ღირსეულ სიბერეს. საჯარო მოხელეები არიან ქვეყნის ხერხემალი, არავინ სხვა. ამიტომ ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად და ნანა ზუსტად რომ ამის სიმბოლო იყო და გამოხატულება, ავირჩიეთ საჯარო მოხელეების დაცვა. მათთვის იმის დავალება კი არა, რომ ხმები ისე დაწერონ, როგორც დაავალებს ვინმე და მერე მაგიდის ქვეშ დაიმალონ სკოლის მასწავლებლები. არამედ სწორედ ისე, როგორც თქვენ ბრძანეთ, ბავშვების განვითარების მიზნით. ჩვენ გვაინტერესებს ადამიანები, ვისაც წინ მიყავს სახელმწიფო და არა ისინი, ვინც ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს.